დღეს ჩვენ ნახავთ როგორი დრიფტერია ჰიდა. მექანიკის მათო არ ვიცი და ეხლა დრიფტი როგორ გამომივა დრიფტ ხარზე. ჰიდა პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მოხვედი ერთხელ. გაიხარე, მადლობა რომ დამპატიჭე. პირველი კითხვა ტრადიციული ყველა სტუმარს ამას ვეკითხები ხოლმე. თუ გახსოვს რა იყო პირველი ავტომობილი, რომელიც შენ თვითონ დამოუკიდებლად გაატარა? ლინკოლნ MK-ზე ჰიბრიდი. ანუ როგორც ხვდები ახლახანს მოხდა ეგ ამბავი, იმიტომ რომ ლინკოლნ MK-ზე არც თუ ისე ძველი ავტომობილია და ანუ 28 წლის ასაკამდე მანქანა არ ყავდა გატარებული საერთოდ. მე ეგრევე Dodge Challenger ვიყიდე 64 ძრავის და ეხლა დავგორაო. საინტერესო. ანუ მართლობაზეც უნდა მეკითხა პირველი ვესტაზე აიღე თუ ჩაიჭერე? ქალაქი ავიღე მე-5 თესტაზე. მეც ჩავიჭერი, ხალხო ეგ არაფერს არ ნიშნავს. სხვადასხვა თეორიაზეც ჩავიჭერი და პრაქტიკაზეც ჩავიჭერი. რაღაცა უსამართლო რაღაცებია რა, ეს სახი არ მივატრიალე ერთხელ ბოლომდე და მაგას. ხო, ეგეთი რაღაცები არ მესმის სიმართლე გითხრა რა. ანუ ჩვენ დროს არ იყო ეხა ქალაქში გამოსტა 2 საათში ავიღე, მაგრამ ეხა მანქანას ვახურებთ, ხო? ხო, ეხა მანქანას გავახმობთ, მე გაჩვენებ რაღაც მარტივ ელემენტებს და როგორც მივხვდი მექანიკის მართვაც არის, ძალიანაც მითხარი. მექანიკის მართო არ ვიცი და ეხა დრიფტი როგორ გამომივა დრიფტ ხარზე. იცი რა არის, დრიფტის დროს, ასე ვთქვათ, არ ვიყენებ კონუსს, ვიყენებ მხოლოდ დაზვრის დროს, აგრესიულად როცა უნდა დაუძრათ ავტომობილი და გაჩერების დროს. სანაცვლოდ შემთხვევაში საერთოდ არ მშვიდება ეს ფეხი რა, შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ და მხოლოდ გაზის პედით ვაკონტროლებ ყველაფერს რა და ერთ სიჩქარეს გამოვიყენებ რა, მეორე სიჩქარე არ დაფშვიდება. ეს იქნება პირველი ელემენტი, დონატი რა, უბრალოდ წრეზე უნდა ვიტრიალოთ. როგორც ხედავთ, ბევრს არაფერს არ ვაკეთებ, მხოლოდ გაზის პედით ვაკონტროლებ დრიფტს. და საჭე რა თქმა უნდა. ანუ რთული არაფერი არის ესეთი არ არის? ოუ. დავუყურებ. ისა დონატის დროს პოდკასტი ჩემი დავაჯანი იყო. ხო რა ვიცი რა მიჩვეული ვარ ხოლმე პროცესში უბრალოდ ხდება ადამიანი როგორ უნდა რა უნდა გააკეთოს რა. საჭე აიღე და ცოტა დიდი გაზი მიიწვა. ხო ანუ ნახე, უხიოთ და გაზს ვამატებ. უკანა მხარე ცურავს და საჭეს ვიღებთ პირიქით მიმართულებით. და აი ვათამაშებ გაზს. აი ბოლომდე რომ დავაჭირო დავდრიალდით. ხო, აი დავაჭირო ბოლომდე რა. აი შუალედი უნდა იპოვო და ყველაფერი გამოგივა რა. აი ჩემი მანქანით როცა და სულ ეგ მემართებოდა. ეხლა მეორე სცენარი რა, დავიწყე დრიფტი. და გაზი დავაკელი. აი, გავსწორდით. უბრალოდ შეწყვიტა მანქანა. აი ესეც მემართებოდა. ო, ისეთი კარგი მასწავლებელი მყავს რომ მე მგონი გავარჩინე თავს. მინიმუმ მექანიკის მართვას მაინც ისწავლე, ხო? ხო. ოკეი. ეხლა რაც შეეხება დრიფტ კარს, რა სანამ დაძრავ ავტომობილს, რაღაცები უნდა გითხრა დრიფტ კარზე. ეს არის შედარებით უხეში სამართავი ავტომობილი ვიდრე ჩვეულებრივი. იმით გამოირჩევა, რომ უკან აქვს ჩადუღებული ხიდი, ანუ ორივე საბურავი ყოველთვის თანაბრად ბრუნავს, როცა უხვევ, მაინც თანაბრად ბრუნავს ისინი და ესე ვთქვათ, ჩოჩავს მანქანა, რაც დულობს, რომ სულ მოცულდეს. როგორც უკანა მხარე, ასევე წინაც ჩვეულებრივი ავტომობილისგან განსხვავებით, ეს გაცილებით მეტს უხვევს რა, ანუ მეტზე შეუძლია მოხვევა. ეგ დრიფტისთვის კარგია, როცა მანქანით ცურავ, რომ თქვა დაგჭირდება დიდი კუთხით წასვლა, ან გზნობ, რომ სრიალდები და აი უკანა მხარე გასწრებს, მაგრამ უცებ საჭეს დაამატებ და გასწორდები და გამოხვალ მოკლედ გადაიჩენ თავს. დაძვრის დროს ავშვებით, გვაქვს 3 პედალი. დაძვრის დროს კონუსს ვაწვევით ბოლომდე, აუცილებლად. ვაგდებთ პირველ სიჩქარეში. დაძვრის მომენტში შეგვიძლია გაზის პედალიც გამოვიყენოთ, ძრავის ბრუნები მაღლა ავიდანოთ. შეგვიძლია საერთოდ არ გამოვიყენოთ. უბრალოდ სეპლენით დავძრათ ავტომობილი რა. მაგ შემთხვევაში ნელ-ნელა უნდა გავუშვათ გაზს და მანქანა დაიძრება. სტადიებმა. ხოიცა გაზს გავუშვა, ეხა უბრალოდ? თუ გინდა გაზს შეეშვი უბრალოდ, ეხა უბრალოდ სეპლენით სადე მანქანის დაზვრა, რომ თავისი ბრუნვით, ოპ, ეხა ჩაგუფრა. იმიტომ რომ ძალიან შეხარა უშვი. აი ესე. ნელ-ნელა წავა ეხა ავტომობილი. ეგ არის სუპერ. ნაის. კარგია. პირველი რაღაცა გავიარე. პირველი დაზვრა გამოგივიდა, მშვენიერი რა. ეხლა შეგიძლია უბრალოდ გაიარ გამოიარო მანქანით მოუხვიო, მიუხვიო, რა შვება, როგორ შვება. მაგ ყველაფერს პრინციპებს მივხვდები, აი ნახე უკანა ხიდი როგორ ცურავს, თითქოს აჩერებს რაღაცას მანქანას რა. შენ თუ გინდა ვცადოთ უკვე დონატი? ეხლა მე მხოლოდ გაზი მჭირდება? ეხლა მხოლოდ გაზი გჭირდება, კი? ყოჩა. აი ეგრე, ყოჩა, კაი იყო, კარგი იყო. ეხლა ნახე რა მოხდა გაზს რო გავუშვი, ანუ საჭეც კი აიღე, შენ სწორი მიმართულებით გააკეთე ყველაფერი, თუმცა გაზი არ იყო საკმარისი. უფრო კარგად დააჭირე გაზს. ეხლა ბევრი იყო. ეხლა ბევრი იყო. მიდი. ყოჩა, კაია, სუპერ. კარგი იყო, აი სუპერ რა, ნახე რა მარტივად გამოგივიდა. ნახევარი ძალიან კარგი იყო. კი. ნახევარი დონატი ფაქტობრივად გამოგივიდა. სუპერ. კაი, კიდე სადე? ეხლა ძალიან ბევრი გაზი მოგვივიდა. გაზი, მეტი გაზი. აი
ეხლა საჭე დავაგვიანეთ, საჭის მოქმედება. მეტი გაზით დაიწყე და როგორც მიხვდები რომ უკანა მხარე წაიღო მანქანამ, ეგრევე მარჯვნივ დაადრიალე საჭე. თავისითაც მიმართულებას გაძლევს მანქანა საჭე საერთოდ წავიდეს რა. ოჩახ, გაზი. არა უშავს თავიდან. მეტი გაზი. ოჩახ. ისე სადე. ოჩახ, კარგია, აიგრე. ოჩახ, ძალიან იყო ეხლა. მარცხნივ, ოჩახ, სუპერ. კარგია. კარგია, ეს იყო ჩქარი დრიფტი რა. სუპერ, კაი იყო რა, ნამდვილი დონატები იყო ეს. ეხლა ზუსტად იგივე მინდა გააკეთო, ოღონდ დაბალი სიჩქარით რა, ეს წიწვე გავაკეთე, ხო? არა, დაახლოებით 2 თუ 3 იყო რა, ანუ დონატი გამოვიდა რა ფაქტიურად, სუპერ. ეხლა მინდა იგივე რომ დაბალი სიჩქარით გავაკეთოთ. რაც ნიშნავს იმას, რომ საჭეზე უფრო მარცხნივ ეცადე მოხვას. ეხლა რო გაგვირდები, ხო, ხელს უშვებ, მაინც თავის შუაზე უშვებ მანქანას და მანქანა როცა შლის დრიფტს, ესე ვთქვათ, დიდი დონატი გამოდის რა, სუყე დონატი რა. და მაგროს დიდი ბრუნი არის ძრავისთვის საჭირო რა. ხო, ეხლა იცი როგორ გავაკეთე, რომ თითქოს გავაკეთე, მაგრამ ვერ ვიმორჩილებდი მაინც. ხო, იმიტომ რომ საჭეს უშვებდი მაინც თავის შუაზე. ეცადე რომ უფრო მეტად მარცხნივ მოხაჩო ხოლმე საჭე. აიგრე, სუპერ. მთლიანად გაზით აკონტროლებ, ეხლა ძალიან მაგარია. ძალიან კაია. ოკეი. ძალიან კაი იყო, სუპერ, საღოლ. ძალიან მაგარი იყო რა, მამლის დააყენე ის რეალი იდეალურად. შემდეგ ისევ პირველი სიჩქარე ვცადოთ, ოღონდ ამჯერად უკვე კონუსთან. კარგია, სუპერ. ძალიან კაია. საღოლ. გაზი გაათხელე, ნაკლები გაზი. კიდე გაათხელე. ოპ. არა უშავს. კაი იყო, საღოლ. ესა ჩვენი კონუსი, პირველი ელემენტი ჩაბარებულია გილოცავ, საღოლ. კაი იყო. მაგარი ხარ. საღოლ, მაგარი ხარ. გამოგივიდა რა მარტივად და როგორ შენ გინდა ჰიდა, თუ გინდა ისევ იგივე სადაც, თუ გინდა უკვე მეორე მხარეზე გადავიდე. მეორე მხარეზე. ოკეი. ამ დროს უფრო უჭირთ ხოლმე ზოგადად სკოლებს, იმიტომ რომ არ ვიცი რატო, ალბათ უფრო ვერ აკონტროლებენ აქეთ ამ მხარეს და უფრო რთულია რა. შენ ის იყავი რომ დაიწყე დრიფტი. დრიფტი სხვათა შორის გვიან დავიწყე, მანამდე კლასიკურ ავტოსპორტში ვიყავი, ჩართული წყვილთარბოლები, ტაიმატაკები და ესე სწორად დავდიოდი რა. გვერდულად სიარული დავიწყე ცოტა გვიან, ალბათ 25 წლის ასაკში. და შენი ფავორიტი რომელია? ოჩახ, მედი. მარჯვნივ აიღე. სუპერ. ძალიან კაი იყო. გაზი ხო გაითიშა? ჩამიქრო მეგონა. ხო, ისის ხოლმე. კარგად გავუშვი დრიფტში მანქანა, არ არის პრობლემა. კარგია. სუპერ. ძალიან კაი იყო. საღოლ. ეს იყო ნამდვილი დონატი. მარჯვენა მხარეს. არა, აცდი. ძალიან მაგარი იყო, საღოლ. ეხლა თუ გინდა დაისვენე, ცოტა მე მეორე ფიშკას მოვიდან და უკვე უნდა გაგერთულა დავალება რა, იმიტომ რომ მარტო გაკეთებ ყველაფერს. საღოლ, ძალიან მაგარი იყო რა. სრულად. და უნდა გადავეწყოთ იქეთ. იქეთ ვიყურებით, საჭე მარცხნივ. გაიქნია და ვაგზავნებ დრიფტს. ანუ ნახე
თავარი პრინციპი გადაწყობის მომენტში არის, ანუ დონატი ვაკეთოთ ისე დონეზე, ანუ როცა გადაწყობა გვინდა ცხვირი უნდა უყურებდეს კედელს, ან იმ კედელს, ან მეორე კედელს. გააშკია საიდან ვიწყებთ თუნდაც რა. ანუ კარგად უნდა ესე ვთქვათ გამოვიყონოთ ტრიპში მანქანა. დიდზე უნდა გამოვიყონო, რომ მეორე მხარეს გაქნების ინერცია კონდეს ავტომობილს, რა, რომ მეორე მხარეს ესე ვთქვათ თავისთვის გადააგდოს უკანა მხარე რა. მაგ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ანუ როცა ავიღებ საჭეს მარცხნივ, მაგ დროს გაზზე გვიდგას, როგორც კი მარცხნივ წავა ავტომობილი, გაზს უშვებ. რომ მიცე ასე ვთქვათ თავისუფალი ვარდნის საშუალება უკანა მხარეს. რა მეორე მხარეს როგორც კი გადავარდება, შემდეგ ისევ ვაგრძელებთ გაზის პედალით რა ტრიპს. საჭესაც თუ დაახმართ და ეხა ამანქანას როგორც დავაკვირდი, ნერად კარგი საბურავი არ არის რომ ესე ვთქვათ უჭირს თავისი გადახვა რა, ამიტომ ცოტა დაახმარი რომ მეორე მხარეს გაისროლოს საჭე რა და არ გაგუსადეს. გავადიდებ მაგას. ვიწრო არის? ხო, გავადიდებ. მივხვდი მაგას. აი, კიდე შეიძლება გადმოხვიდე. მართლა გათამაშებას დამავიწყო რომ მეთქვა რა. მოკლედ ამ ვიდეოში ვათამაშებთ გამომწერებისთვის, უნდა დაწეროთ ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარები და ერთ-ერთ კომენტარის ავტორს გადაეცემა გეზმოტორსისგან ძრავის ზეთის შეცვლა. ასე რომ მიაქტიურეთ, მე მგონი კარგი საპრიზია და რენდომ კომენტარი უნდა დაწერო. კი, რენდომაიზერით გამოვლენ გამარჯვებულს. კვირა დღეს, ანუ როდის დაიდება ეს ვიდეო ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მოკლედ შემდეგ კვირა დღეს გამოვლენ გამარჯვებულს და შემდეგ მოვწერეთ პირადში და მიკავშირდით და გეზმოტორში ერთად წავალთ და შევსვით თქვენს ავტომობილის ზეთს. მე მგონი ძალიან კარგი საჩუქარია. მაგარ საჩუქარია იგი. კი. ოკეი. კი, აუცილებლად და ამატებას გისურვებთ. ხიდაზე რას ფიქრობთ, ეგეც დაგვიწერეთ, იმიტომ რომ არ ყოფილა მე მგონი ჯერჯერობით ჩვენს ვიდეოების სერიებში ისეთი ადამიანი, ვინც მანქანის მართვა ისწავლა და თან ეგრევე გამოვიდა ორივე მხარეს დონატი თავისუფლად და უკვე რვიანს მივადექით რა და ძალიან მაგარია. წავედით. გელი, როგორც კი მოწურდება და აკელი. კარგია, ყოჩა. მარჯვნივ, გაუშვი. არა უშავს, კაი იყო. თითქმის გადავეწყეთ რა, თითქმის. კაი იყო, არა უშავს, მიდი. პრინციპი კარგი იყო რა. მარჯვნივ რო აიგე საჭე, მე რა დაგავიწყო, იცი? ისევ მანქანას ხომ პირიქით ჭირდება საჭის აძრიალება, რო დრიფტი გააგრძელოს რა. შენ დაიტოვე მარჯვნივ აგებული და მაგითო მანქანა მოექცა მარყურში და გაჩერდა რა. ასე თქვა. ამიტომ როგორც კი მარჯვნივ აიღებ და იგრძნობ რომ უკანა მხარე უკვე იქეთ წავიდა, ეგრევე საჭეს დავახმართ. საჭე დაგვავისთა, თორე იდეალური იქნებოდა, საჭე დაგვავისთა. გამოგივა, მიდი. გადაწყობის პრინციპი ძალიან კაი იყო. საჭე მარცხნივ. დავაგვიარეთ. შედარებით ახლა, აი ესე დისტანცია დაახლოებით. გაზ. რვიანი კი გამოგვივიდა, მაგრამ ცოტა სხვაგან ვიყავით. თითქმის. მიდი, კაია ეს, თუგია დონატი არ არის აუცილებელი. პირდაპირ მოაცურებ თუ არა, პირდაპირ ეცადე რომ გადაეწყო. მიდი აბა. იმიტომ რომ პრინციპებს უფრო ხვდები ამ მომენტში რა, როგორც ხვდები ხა ესეთ თავისუფალი სიარულის დროს. Super! Savol! მოგიწევი გამოგივარგო. Savol. აი ეს იყო რვიანი რა. Super, ძალიან კაი იყო. ძალიან მაგარი იყო. ანუ გადაწყობა გამოვიდა იდეალურად რა, იდეალურად. გავამტვანე ის.
კი, ყველაფერი შევავსეთ რა, რაც ჭირდებოდა. ეხლა უნდა დავისვენო ემოციურად. დაისვენე, შეგიძლია დაისვენო, ამაყად არ არის პრობლემა. მოკლედ ძალიან მაგარი იყო რა. დონატის გამოგივიდა ერთ მხარეს, მეორე მხარეს და ბოლოს გადაწყობაც გამოგივიდა ძალიან მაგრად რა. ო, ერთ მეანაც თაზე გავაკეთე, ხა გადაწყობა. ერთი მე-10, მე-15. შეიძლება, არა, მაგდენი არ იქნებოდა. ფიქრობ 10-მდე იყო ალბათ რა. ხო. შენ როგორც კიდე, თუ კიდე დაისვენე, თუ კიდე მე კიდე სცადე რა, მაგის გაკეთება რა. არა, იმდენად დაიცალე ემოციებისგან და თან რაღაცა გამოგივიდა ბოლოს არ ეს ვიღარი. დავიღალე მეძინება. ამას როდის იყენებ? უკვე რაღაცებით დაინტერესდით, ხო? ეხლა მაშინ მე გადმოვждები მაგით და გაჩვენებ მაგას როდის ვიღერებ. მოდი. მოკლედ ჰიტამ გააკეთა ყველაფერი. დონატები ორივე მხარეს რვიანით ძალიან კარგად გააკეთა, ბოლოში კადრებს ნახავდით, რომ სუფთად გადაეწყო რა. მე ვერ დავიმორჩილეთ, მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანი. თავარია რომ გადაწყობა გამოვიდა. ერთი გავაკეთე. ხო, სუფთად და აი ახლა უბრალოდ მინდა ვაჩვენო გიდრო როგორ მუშაობს, მეორე სიჩქარე დრიფტი როგორია, მაღალ სიჩქარე ეხლა უნდა მაშენო პროფესიონალიზმი. ხო, ოკეი, კაი. ეხლა მოვიდა გიდროს მოკლედ და ჩავსდეთ და გავიდეთ. ეს მოვიდა, შედარებით დავაგრძელოთ. ეს არის ჰიდრავლიკური ხელის მუხრუჭი. რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც მუხრუჭები აქვს ამანქანას, ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობს, ანუ სითხეზე არის, სითხე მოდის, ჩვეულებრივად სითხით იჭერს, უკან გაცილებით ეფექტურია, ვიდრე აი ეს რუშნიკი რა. შენ რა სიჩქარეზეა დრიფტი ტურნირებზე დაახლოებით? გააჩნია კონფიგურაცია სტრასას, ეხლა რუსთავში რომელიც სტარტდება კონფიგურაცია რა, ყველაზე fastest drift web-ი და ყველაზე ჩქარს. და აქ შემთხვევაში მოწყვეტის ადგილას სიჩქარე დაახლოებით 160-ია. ახლა? კი. კაროსროლი დრიფტი, რომელიც გაცილებით უფრო მაგარია, ხო? ვიდრე დამეთანხმებით დონატები და რუერები და ეგრე. რა ახლოს მიხვედი გული გამოსვლა. ხო, ეგ ნუ. თან იდა უნდა გაითვალისწინო ერთი რამ. ეს არის ყველაზე იაფიანი დრიფტარი, რაც შეგიძლია რომ მოამზადო დრიფტისთვის. ანუ გაცილებით ძლიერი დრიფტარები, გაცილებით უფრო ეფექტურია, ჩქარია და უფრო მეტი ემოციაა რა. მაგრამ გასართობად ეს ჩვენიერი მანქანაც გამოდგება. მოკლედ, იმედი მაქვს აგისწორდა დღევანდელი პროცესი რა. თუ გინდა შენი მანქანითაც ვსადოთ დონატის გაკეთება, თუ გინდა რა თქმა უნდა. ვარა და გადავждეთ ჩემ მანქანაში? ოკეი, კაი. ესე იგი, ხო, უნდა გავთიშოთ ჩვენ ყველაფერი. კაი, გადავაწყოთ. მანუალშიც უნდა ჩავაგდოთ. აუცილებლად ყოველ სიჩქარე შეაგადაგვირთოს. ხო, ჩემ მანქანაზე ვისწავლე ეგეთები. ტრეკში ვართ. ეს არის ხო მოცურება? ხო. სადაც ჩვენებს რო ხარ დაიძება. ხუთამე უნდა დააწერო მთლიანად გაითიშოს. ოკეი. აი ესე. Service control off. Okay. პირველი სიჩქარე დაგჭირდება, პირველშია ხო ალბათ ახლა პირველშია. ხო, პირველშია. Всё. და შეგიძლია მე როგორც გითხარი. აქაც იგივე პრინციპი იქნება, არაფერი განსხვავებული. მოდი ამ კონსტანტ ჯობია სადავო რა. ხო, დაიწყე დიდი გაზით, როგორც კი მოცურდება, შეათხელე გაზი და საჭები იქით მიმართულებით. ხო, მაგრამ დიდი გაზი იყო, ნახე რა შევა ბლოკირება, მე მგონი არც ისე კარგად იქცევა. დიდხანს მოგსაუბრობ და სალისაბურავი. ეხლა როგორც მინდა და მე აიღოლია მეორე. ცოტა გათბობა ხო არ შეიძლება სავალი ნაწილს. დიდი ხანია დგას. მოდი გავიარე. ხო, ცოტა გაიარე რომ გათბის სავალი ნაწილი. Super, Maria. Ocha. Martin, alles super. Martin. აიღო. მაშინ დაჯექი და მოვივიდა. გამიტესე აბა. ნახოთ. ხელა.
მაღალ სიჩქარეზე დრიფტში არ გაგვიშვა. მაინც ელექტრობამ დაგვიბლოკა, მაგრამ მაინც მაგარი გამოცდილება იყო. მადლობა. სწორი სიამოვნე. მოგლეთ, ჰიდამ ყველაფერი გააკეთა. დონატი ერთ მხარეს, მეორე მხარეს. რვიანის გამოვიდა. თავისი მაგალითაც გააკეთა დონატი, როცა მანამდე შეუძლებელად ეჩვენებოდა ეს ყველაფერი, თუმცა საკმაოდ რთულია, მაგარი მძიმეა. მაგრამ რავი, ჰიდამ მეგონი გაგიცნობდა დღევანდელი. მაგარი ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე ცხოვრებაში და ემოციურად თვა ძალიან დაცლილი და ძალიან კაი. მაგარი რეაქციის საშუალება არის. ეხლა ესე ჩემი დამწყების განმოსახედიდან პირველი ეფექტები რაც მაქვს რა. ცოტა საბურავების გაყრია სახეზე, მაგრამ არა უშავ. დრიფტერისთვის კონცეგრია. მოგლეთ, არ დაგავიწყეთ თქვენ კომენტარის დაწერა ამ ვიდეოს ქვეშ, რადგან ვათამაშებთ ზეც, როგორ გითხარით, გეზმოტორსისგან ძრავის ზეც. ავარჩევთ ერთ-ერთ გამომწერს კომენტარებში და შეუსვით ზეც გეზმოტორში, რა თქმა უნდა და მაგ ყველაფერს გაჩვენებთ რა და როგორ იქნება. და არქის გამომწეროთ არ დავიწყეთ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ 16300 გონი. მაგარია. 20 აიყვანეთ. 20000 როგორც კი ავალ კიდე სამ გამომწერს ავარჩევ და მოვიყვან აქ და ვასწავლებ მაგარია, გაქვს ზეც უსვლი გამომწერებ, დრიფტს ასწავლით. კი, ანუ ავტო თემატიკაში რაღაცები ეგეთი რაღაცები. მოგლეთ, ძალიან დიდი მადლობა ჰიდა რომ მოყვეთ რა და მეც ვისიამოვნებ დევანგვით. მადლობა შენი ავტომობილის დათბობისთვის. აი, საკმაოდ კარგი ავტომობილია და მომავალში რამეს თუ გადავიღებ საინტერესო საუბრობთ გეტყვი რა და თუ დამჭირდება მასკი ხარი. კაი ხარ. მოგლეთ, ძალიან დიდი მადლობა და შევხვდებით ჩემს ვიდეოში. დროებით.